გამარჯობათ, მე ვარ შემვიარწუზოს კონსტანტინოპოლელი და ამ ვიდეო გაკვეთილში მე თქვენ გასწავლით სიახლის დამატება საიტზე. შევიდეთ სიახლის დამატებაში. ეხლა პირველ გრაფაში ავირჩიოთ სასურველი კატეგორია. მაგალითად მასწავლებს სხვა. შემდეგ სახელი. შემდეგ ავწერთ. ორთვის ეხლა გასწავლით სხვანაირ გაკეთებას და ყოველთვის ესე უნდა გააკეთოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვიდეო წაიშლება. დასახელება, ავტორი და აღწერა. ეს შემდეგ ჩავსვათ ეში და დასახელებას შევწერ სონი ლუკასი. თქვენ შეიძლება სხვა გქონდეთ სახელი. შემდეგ ავტორში თქვენი ლინკი. მე ახლა ჩვენს ლინკს შევწერ. აღწერაში კი ახლა ჩავწერთ რა არის აღწერაში ჩავწეროთ პროგრამის აღწერა. რაც მოკლე აღწერაში დავწერთ ეს შევსვათ სულ აღწერაში. ეხლა სურათის ლინკი. შევდეთ სადმე, მაგრამ მე Google-დან ავიღებ სურათს. ზოგჯერ ისე ხდება, რომ პირდაპირ არ კოპირდება ადრე, არ მიკოპირდებოდა კარგად და ახლაც არ მიკოპირდება. ამიტომ გადმოვიწევთ სურათი და ავტვირთოთ Google-დან Google-დან ვერ კოპირდება წესიურად სურათის ლინკი, ამიტომ თქვენ როცა Google-დან არ დააკოპიროთ ხოლმე Google-დან და გადმოიწერეთ. ახლა მაგალითად საიტის აქედან უკვე შემიძლია დავაკოპირო. და ჩავსვით სურათის ლინკში. ესე. ახლა შევიდეთ საიასკინად გადმწერა. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სურათის ლინკში უნდა ეწეროს ხოლმე საიტის სახელი. ასე გადმოწერაშიც.
ახლა შევიდეს საიდანაც უნდა გადმოიწერეთ. ამჯერ მე არ დავაწერ არაფერს და უბრალოდ აგიხსნით. აი ეს დავაკოპირებ. და შევსვათ გადმოწერში. თქვენ თუ ბრძანდებით საიტის მოხმარებელი, მაშინ აი მასა ეს ტექსტსაც და მოკლე აღწერასაც ესე არ ამოიგდებათ. და ასე რომ შემდეგ მე ცოტა შეგისწორებდით, ან რომელი მოდერატორი ან ადმინისტრატორი. ასევე მასაის პარამეტრებიც არ ექნება თქვენთან არ იქნება. ტეგები შევწეროთ. ეს დამატდა. ყველა თუ ვერ გაიგეთ კომენტარს აქთან დამატეთ ან დავიმატეთ სკაიფში კახა დაბლატი და იმერლიშვილი